ოშკია თუ ოშკი? ოშკი. ოშკ. კ თუ ქ გოგო? კ. ოშკი და ზარზმა. მე საქამდე ვიცოდი ოშკი, მაგრამ მე ხელი ეწერა ოშკი. ისე ამინდათ არისია. ხო და ეს იყო მისული დანგრევის პირას და თურქეთის მთავრობამ გამოიტანა დადგენილება, რომ ეს პოსტი უნდა დაემგრია ხო. და გჭირდებაო 5000 ხელმოწერა, რომ ეს ძეგლი დარჩეს როგორც ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ავდექი და სასწრაფოდ დავაგზავნე ემაილზე და ჩემს ფორუმებზე აი ეს მიმართვა და მეორე დღეს მივიღე წერილი, ვინცაც გამომიგზავნა, რომ ესე იგი 386 იყო ხელმოწერა, სადამ იმას გამომიგზავნა ის ბიჭი, ჯიმი დაბრუნდაშვილი, ჩეხეთის ათვისდომო. და უკვე 450-ზე მეტი იყო ერთ დღეში. და გუშინ კიდე გამომიგზავნა ქურდი ვახომ, ხო იცი? ქურდი ვახო, ქალიროა. 911 ვარ მეო. თან ანგარიშებს მაბარებენ რა. და ძალიან მსიამოვნებს, რომ ესე იგი აი რაღაცა წვლილი. ორ დღეში 1000 კაცი. ხო რა. აი მარტო ჩემი მხრიდან შეემატა ხელმოწერას. საიტი გასული მაქვს, ხო? იქაც მაქვს გაკეთებული, როგორც მორბენალი იქონდა, ის და შეემატება ხალხს. ჩვენს მოვაწერთ. ინტერნეტში უნდა მიიღო. მოუშაკავს მიაწერეთ რა. ყველა უნდა შეახოს თავის. ინტერნეტში უნდა აფიქსირო. კომპიუტერიდან მეორე აღარ იყო. თქომატრო სინჯა შეტანა, უკვე უცარა თქვენ დარეგისტრირებული ხართ და უნდა დარეგისტრირდე, ხო? ხო. შენი კომპიუტერის ხაფისა. საქართველოს გაუმაგრეთ თავის კუთხე კუნჭულებიანად. ძალიან ბევრი გაფანტული ტერიტორიები გვაქვს და დაკარგული ტერიტორიები გვაქვს. ეს თურქეთია ძირითადად. აი რამდენი ადგილებია მართლა ჩვენი რა. ნეტა რაცა გოქი მაგას მოუაროთ. საინგილოში ვიტყვი, აი არ ხო ნახართ ნამყოფი. ჯემალ დიდი მადლობა ჯემალ. აი ეკლესია რო კახში. წმინდა გიორგის. ქურმუხი წმინდა გიორგიდან კახში რო გადადიხარ, ორი გზა არის და ერთი ასფალტი არის, მეორე ეს და ეს აი ხეები არის ცაში გამოკიდებული. აი ესეთი გზა არის. აი რაღაც საოცრება რა. თითქოს აი მე წაყიალდებო. საგანგული წაიგითხეს სანამ საინგილო მოსხდებოდა. საინგილო იყო საქართველოს ყველაზე მდიდარი. მდიდარი და ლამაზი. მე კიდე წინაზე ვიყავი დმანიში. ისე მომეწონა ბოლნისი და დმანიში. ულამაზესია დმანიში. რო დმანიში ვიყავი არქეოლოგიური ის და იმის დმანისის სამებას. ზეხა და მზუხაც ხო გაიცანი? ხო. 40 სოფელი არის. ზეზა და მზია. ზეზა. არიან, მაგრამ ზორია. მაგარი იყო მომეწონა. სოფელი თათველი. ზეკა და მზია. აი, ძველი ისტორიული ადგილებია და